ეს ინსტიტუციური თუ მართლობითი ქაოსი როგორ შეიძლება გამოსწორდეს პრემიერად ივანე პირველი ელემენტარული არის ის არა მე მგონი ჯობია რომ არჩევნები დაინიშნოს იმიტომ რომ ჩვენ ახლა პრობლემა არის ის რომ გუშინაც მოსთხოვეთ ხო პრემიერს მოსთხოვე რა შევთავაზე თუ გონიათ რომ ძლიერ პოზიციაში არიან თუ არჩევნებს იგებენ აი თქვენ იცით რომ მე ამჯერა რომ ისინი დანიშნავენ არჩევნებს აი უბრალოდ მაგრამ აი თუ დაუჯერო იაგოს ჯერა ამის ხო მაგრამ მე ზოგადად სულ მინდა არჩევნები იყოს არანაირი პრობლემა არ მაქვს არჩევნებთან მით უმეტეს წინა თუ წავაგე სულ გამიხარდება არჩევნები რომ დაინიშნოს მაგრამ უბრალოდ რაშია საქმე თვითონ ხო ამბობენ რომ ჩვენ უფრო ძლიერ პოზიციაში ვართ მე ჯერა რომ ბევრი ოპოზიციური პარტია ძალიან ძიმედ მდგომარეობაშია და ეხლა რომ პარლამენტში მართლა ოპოზიცია იყოს არა რამდენიც არის გახარიას წევრები რაც რამდენიც არ უნდა იყოს აი რამდენიმე პარტია სხვადასხვა თუნდაც ვიღაცა ჩხუბობდეს ვიღაცა საქმეს აკეთებს რაც არ უნდა იყოს მაგრამ იქ რომ 60 ოპოზიციონერი იყოს აი ხო არავინ არ იტყოდა რომ პარლამენტი ბუტაფორია ეხლა ბუტაფორია ეხლა უბრალოდ არასერიოზულად არის მაგალითად ევროპას აჩვენო პარლამენტი აი ნახეთ 300 კანონს დაჩქარებულ წესს რო იღებენ ხო ხდები რამდენად სასაცილოა შეიძლება ერთი კანონი მიიღო დაჩქარებულ წესს 2 3 რაღაც 300 კანონი პარლამენტი არ მუშაობს მიდიან ბეჭებს დაარტყმენ მიდიან ერთი დღე მუშაობენ კვირაში საშუალოდ სასამართლო რთულად გამოსწორებადია ეხლა როგორც არ უნდა იყოს თუნდაც 10 ჯერ ყველა შეთანხმდეს რომ გამოვასწოროთ რომ შეიძლება წლები დაგვჭირდეს ეხლა ბიზნესშვილის ფაქტორი ვერასად ვერ გაქრება როგორც თქვა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ანუ ეს ჩვენი პოლიტიკის ნაწილია მე არც მინდა რომ არავინ გაქრეს კაცო მე მინდა რომ ნორმალურად თანაცხოვრობდეთ ჭუბი არ იყოს რაღაც მაგრამ აი რაღაც ელემენტ ამ ყველა ინსტიტუციიდან რომელიც ყველა ბუტაფორიული და ყველა ბიზნესშვილს ექვემდებარა მე ერთი შეიძლება რაღაცას დაამსგავს და მინიმუმ ეს მაინც გავაკეთოთ არჩევნები დავნიშნოთ რომ აი პარლამენტში რაღაცა ხდებოდეს რომ აი პრემიერი რომ მოდის კაი შეიძლება ქართული ოცნების დეპუტატებს არ გონია რომ ისინი აკონტროლებენ მთავრობას მაგრამ ოპოზიციას ხო სხვა განწყობა იქნება კითხოს მაინც დაუშვათ კითხოს და ეს დებატები ხო ეს შესაძლებლობა ახლა კითხვის დასმის და ასე შემდეგ ოპოზიციის იმ ნაწილმა რომელსაც გადალახული ქონდა შესაბამისი ბარიერები ისინი არ არიან საპარლამენტო ცხოვრებაში და ამაშია საქმე მე მგონი რა მიზეზი და მე ახალ ოპოზიციას გააჩენენ ახლა ყველგანში გაჩნდება იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ეს ხალხი ვინც მანდატებზე უარი თქვა ჯერ ერთ-ერთ არჩევნებში შევიდნენ როგორ შევიდნენ არჩევნებში თუ ამბობენ რომ აზრი არ აქვს არჩევნებს და თუ შევლენ გააჩნიაო ბოლოს ალიანსის წარმომადგენლები და ეხლა რომ დანიშნოს ამ საარჩევნო კომისიით და ამ წესებით უბრალოდ რომ გამოვაცხადო რომ ოქტომბერში რაღაც 30 ოქტომბერს იქნება არჩევნები რომ გამოვაცხადო მეტი არაფერი არ შეიცვალოს გარდაიცვალოს რომ არჩევნები დაინიშნა თქვენ გავხვალთ ყველა შემთხვევაში თქვენ და გავალთ და მე მგონი ბევრი გავა მაგრამ ველოც ამბობს რომ გავალო კი ბატონო გახარიაც გავალ სხვა პარტიებიც გავალ და საბოლოოში გამოვა რომ ის ხალხი ვინც რაღაც პატივს არსებს არც რაღაც თავის ამორჩევას არც თავის რა ვიცი პარტიის წევრებს რომელიც საბოლოო ჯამში ზარალდებიან ამ ყველაფრისგან, რავი, ვერც გავლენ არჩევნებზე, თუ გავლენ, მე მგონი ძალიან დაზარალდებიან.